2008 წლამდე ეკა გიგაური მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, სადაც მას უშუალოდ მონაწილეობა აქვს მიღებული 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში. 2008 წლიდან, როდესაც ის ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აარსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, ანუ უშუალოდ აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური, აარსებს არასამთავრობო ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან და ისეთი ორგანიზაციებიდან იღებს გარკვეულ დაფინანსებებს, აქ პატარა თანხაზე არ არის საუბარი, აქ არის დაახლოებით 19 მილიონ ნახევარზე საუბარი, საგრანტო სახით მიღებულ ციფრს ვასახელებ მე. თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც ლობირებას უწევდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე ვასახელებ ამ ფონდებს. ეს არის ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, სადაც უშუალოდ დავით არჩიაშვილი იყო. დღესაც გრძელდება ეს პროცესი და მე უბრალოდ ჩემი ბრიფინგის მიზანი ზუსტად ის იყო, რომ აი ამ გარემოების ფონზე, რაც მე ჩამოვთვალე, ის რომ მუშაობდა შსს-ში, ის რომ აქტიურად იღებს ნაციონალ და ასე შემდეგ. კი, ანუ მე უბრალოდ მიზანი მქონდა ის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო ეკა გიგაურის ბექგრაუნდი და ადამიანი, რომელიც გამოდის და საზოგადოებას უკითხავს მორალს ეგრეთ წოდებულს და ადამიანი, რომელიც აწყობს აქციებს და რაღაც გარკვეულ რეფორმებს თავაზობს ხელისუფლებას, ანუ შეთავაზებაში ცუდი არაფერი არ არის, ნამდვილად აქვე ვადასტურებ ამბავს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც ესეთი ბექგრაუნდი აქვს, ის არ უნდა იღებდეს მონაწილეობას მსგავსი ტიპის აქციებში და ის არ უნდა აკეთებდეს და ატარებდეს ისეთი ტიპის აქციებს, როგორიც არის ეშენგეხები.